ეს მარია ბაშაძე იყო ცელი გამოშვება მოამბის ზოგადოდება მე კიდევ ერთხელ შევასწავლებ ჩვენს სტუმრებს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი ვასილ ლიპარტელიანი დილამშვიდობისა მადლობა რომ მოხვედით და დრო გამონახეთ დილამშვიდობისა ნახეთ ჩვენი ჟურნალისტი სალომე გელაშვილის სიუჟეტი სპორტის სახეობების შერჩევაზე მოსწავლეებისთვის და დაახლოებითი ფასები რომელიც 180-დან 50 ლარამდე მერყევს გააჩნიათ სურვაზე გვინდა ჩოგბურთზე ფეხბურთზე თუ კალათბურთზე ბავშვის შეყვანა სახელმწიფო სტრატეგია როგორია ამ მხრივ რამდენად ხელმისაწვდომია სკოლის მოსწავლისთვის სპორტის ესა თუ ის სახეობა 80-დან 150. დილამშვიდობისა მე ვესალმებით თქვენ ტელემაყურებელს ყველას ბედნიერ პირას უსურვებთ. აქ შეეხება ხელმისაწვდომობას პირველ რიგში მინდა აღვნიშნოს ფაქტი, რომ სასიხარულოა ის, რომ 2015 წლის სასწავლო პროგრამის დროს სკოლაში დაიწყო ფიზიკური ასწავლა სპორტის გაკვეთილები, ანუ არ არის ცალკე აღებული ინდივიდუალური სპორტის სახეობა, რაც გვაძლევს იმ საშუალებას, რომ ზოგადი განვითარება მოხდეს ბავშვის სკოლის პირველი კლასიდან მე-6 კლასის ჩათვლით. აქ შეეხება ხელმისაწვდომობას, როგორც მოგეხსენებათ, ოლიმპიადის ფარგლებში ქალაქ თბილისში აშენდა ძალიან ბევრი სპორტული ობიექტი, რომელიც უკვე ახალ მომავალში დაიწყოს ფუნქციონირებას და ყველა ადამიანს, როგორც ბავშვისთვის, ასევე პროფესიონალ სპორტსმენებისათვის იქნება ხელმისაწვდომი. რეგიონებში უკვე ჩვენ გავაკეთეთ ანალიზი მთლიანად, რა სპორტული ობიექტები და რა საშუალება გვაქვს იმისა, რომ ამა თუ იმ სპორტის სახეობაზე დაიწყო ბავშვებმა სიარული. 2016 წელს ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი ინფრასტრუქტურული პროექტია იმისთვის, რომ ყველა რაიონს და ყველა დაბას კონდეს თავისი სპორტული დაბას, რაც საშუალება იქნება მშობელს მიიყვანოს და დააწყებინოს თავის შვილს სპორტულ აქტივობაში ჩართულობა. გასაგები, აი რომ დავაკონკრეტოთ, პირველი კლასის მოსწავლეებს გაკვეთილში ნამდვილად აქვთ სპორტი. რა შედის აი ამ სპორტულ გაკვეთილში? ჩემი შვილი არის პირველკლასელი და არასდროს არ დაჭირვებია ამ გაკვეთილის განმავლობაში არც შესაბამისი აღჭურვილობა თუნდაც სპორტული ტანსაცმელი არ მოუთხოვიათ და შესაბამისად მაინტერესებს როგორია ეს სპორტის გაკვეთილი? რა შედის? ზოგადი განვითარება ხდება, მან ხო არ არის რომ ცალკე აღებული კალათბურთი ან ფეხბურთი ხდება, უბრალოდ აი სწორად სირბილი, ანუ უფრო მეტად სიყვარულის ჩართულობა სპორტისადმი და უფრო სიყვარული სპორტის რომ იქიდან უკვე შეეძლოს ბავშვს ანალიზი გაუკეთოს, რომ რომელი სპორტია მისთვის მისაღები ფეხბურთი, იმიტომ არ არის სწორი, მაგალითად მე გამიგია, რომ 5 წლის ბავშვის მშობელი ძახს, რომ ჩემი შვილი უნდა გამოვიდეს ფეხბურთელი, შეიძლება საერთოდ არ ქონდეს არც ფეხბურთის სიყვარული და არც ინტერესი, მაგრამ მშობელს უნდა ეს ძალიან ცუდია ერთი მხრივ, რომ მშობლის ჩართულობა ამით პროფესია აიჩიოს, ცუდია. პირიქით ჩვენ უნდა მივხვდეთ იმის საშუალება, რომ ზოგადი ეს ირბილებით ან ვარჯიშით სურვილს ამიტომ გაანალიზოს ბავშვმა და მიიღოს გადაწყვეტილება უკვე იმას აქ, შესაძაც მივა 10-12 წლის რომ რა სპორტის სახეობას დაუკავშიროს თავის ცხოვრება რა საერთოდ. გასაგებია რომ სპორტის სახეობას ასე თუ ისე შეარჩევენ მშობლები ან თვითონ ბავშვები მოინდომებენ რომელიმე კონკრეტულ სახეობაზე იარონ, მაგრამ რეალურად ამდენად იძლევა თქვა სკოლა, სასკოლო პროგრამა სპორტით დაკავდეს მოსწავლეებს პირველივე კლასში. რამდენად არის თვითონ საჯარო სკოლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა ან დარბაზები მოწესრიგებული იმისთვის, რომ ბავშვმა შეძლოს ეს 1 საათიანი გაკვეთილი? სხვაჩვენს მე მახსოვს ქუთაისში რამდენიმე წლის წინ ასწავლიდნენ სულას აუზის გარეშე. წყლის გარეშე, აუზში წყლის გარეშე. ანუ რამდენად არის ინფრასტრუქტურა ხელმისაწვდომი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით თქვენ ტელემაყურებელს. ანუ მთავარი მომენტია რეალურად, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ სასკოლო სპორტის განვითარებაზე, როგორც სახელმწიფოს მხრიდან სტრატეგიის არსებობაზე ახსენეთ რამდენჯერმე. 2014 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი, სადაც დეტალურად არის გაწერილი მასობრივი სპორტის განვითარება და მათ შორის სასკოლო სპორტი, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. 2015 წელს მონაცემებით საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა მონაცემები და ვხედავთ, რომ სადაც დაახლოებით 650,000-მდე ამასაკის ბავშვები არიან ქვეყანაში. და ჩვენ როდესაც 2013 წელს ჩავატარეთ ანალოგიური კვლევა, თუ რამდენად არიან ფიზიკური აქტივობით დაკავებული ჩვენი მოსახლეობა, სულ ჯამში მოგცა 16% ჩართულობა. ძალიან დაბალია. და მხოლოდ პრობლემა სახეზეა. და აქ ჩვენ ხედავთ, რომ მხოლოდ მოსწავლეთა ასაკი შეადგენს მოსახლეობის 17%-ს. ჩვენ თუ სწორი სტრატეგიით იმ სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტიდან გამომდინარე შესაბამის სამოქმედო გეგმით, რომელიც შემუშავდა შარშან ინფრასტრუქტურის კუთხით და ასე ვუპირობთ, რომ შევიმუშავოთ მასობრივი სპორტის განვითარების კუთხით, ვფიქრობთ, რომ ეს თანმიმდევრული პოლიტიკით ეტაპობრივად განვითაროთ ეს მიმართულება და სასკოლო სპორტი, როგორც ფიზიკური აღზრდა და ბავშვების მოსწავლეების ფიზიკურ აქტივობებში ჩართვა 5-6 წელიწადში ვფიქრობთ, რომ საშუალებას მოგცემ მთლიანად მოსახლეობის ფიზიკურ აქტივობაში ჩართვა გავაუმჯობესოთ. კონკრეტულად ხელმისაწვდომობაზე როდესაც საუბრობთ, რთულია ვისაუბროთ რაიმეში
მithuete სპორტში მონაწილეობაზე, როდესაც არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამისთვის ჩვენ როგორც ბატონმა შალომ უკვე ახსენა, ძალიან ბევრი ობიექტი აშენდა და ეს დაახლოებით საბჭოთა კავშირის შემდგომ პერიოდში ესეთ რამ არ მომხდარა და არც მაშინ არ იყო ის იმ დონის ობიექტები, რომელიც ეხლა აშენდა, დაახლოებით 100 მილიონზე მეტია დახარჯული და იცით რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი თანხაა უშუალოდ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ჩადებული, მაგრამ ეს სამოქმედო გეგმა კიდევ არსებობს. ვაგრძელებთ მუშაობას, აი იგივე ახსენეთ რომ აუზი არ აქვს ბავშვებს ქუთაისში, ჩვენ რეალურად 2017 წლამდე ვაპირებთ რომ სპორტის სასახლეები და საცურაო აუზები დაახლოებით 15-მდე ავაშენოთ ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ქუთაისშიც. თვითონ რაც შეეხება სასკოლო სპორტულ ინფრასტრუქტურას, ჩვენ მოვახდინეთ შესწავლა დაახლოებით 4 თვის წინ და რეალური ერთადერთი საშუალება რომ ჩვენ სპორტული ობიექტებით მივიდეთ ბავშვებამდე, სოფლებამდე, სადაც არიან ისინი რაიონის რომელიღაც ნებისმიერ რაიონში ერთადერთი საშუალება გვაქვს სკოლის დარბაზები და ჩვენ რომ დავითვალოთ დაახლოებით 500-მდე სპორტული მოედანი და დარბაზი გვაქვს და ეს არის ის ერთადერთი გზა რომლის განვითარებიდან ჩვენ შეგვიძლია ყველა ბავშვს მივცეთ მაქსიმალურად ჩაერთოს სპორტულ და ფიზიკურ აქტივობებში. სხვა შემთხვევაში ჩვენ ყველა სოფელში რა თქმა უნდა ვცდილობთ რომ ეს გავაკეთოთ, მაგრამ ალბათ დიდი დრო დაგვჭირდება. ეხლანდელი არსებული ვითარებით იმ 500-დან რო გითხარით დაახლოებით 3000 არის ნორმალურ მდგომარეობაში, რაც შეიძლება ვარჯიშში, დანარჩენი არის საჭიროებს რეკონსტრუქციას და ამაზე ჩვენ სკოლის მფლობელობაში ყოფ დარბაზებში საუბარი და შეუძლია დაუშვოთ აი ამ გაკვეთილ სპორტის ფარგლებში მასწავლებელმა. ჩვენ ახლა განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ პროექტზე. პირველ რიგში მინდა განათლების სამინისტროს დიდი მადლობა გადავუხადო იმ ხარდაჭერისათვის, სადაც ისინი ბოლო წლებია სპორტის მიმართ გამოხატავენ. ვმუშაობთ იმ პროექტზე, რომ დავიწყოთ საყოველთაო ვაუჩერიზაცია, უბრალოდ ვხვეწავთ იმას, რომ რა კლასიდან რა კლასამდე გავავრცელოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ აი სკოლის დარბაზი, რომელიც არსებობს საქართველოში, მოხდეს სრული რეაბილიტაცია და ერთი მხრივ დაეთმო სკოლის დროს სკოლის გაკვეთილებს, ანუ სპორტის გაკვეთილებს უბრალოდ და ამ სკოლის დამთავრების შემდგომ დაეთმო სამართო იმ სპორტის სახეობების, ახლა ჩვენ ვაკეთებთ მწვრთნელთა გადაღზადების სერტიფიცირებას, ასე ვთქვათ, ამუშავდა სპორტისა და სპორტის უნივერსიტეტი, რომელიც მოხდეს დამატებით ახალ კადრებს სპორტში ჩართული მწვრთნელების და გვინდა რომ აი სკოლის დარბაზები გამოვიყვანოთ ერთი ხოს სკოლის მოწაფეების და შემდგომ სკოლის შემდგომ უკვე იმ რაიონის და იმ უბნის ბავშვების სათამაშო სპორტის სახეობების შეშვება. მაყურებელს შევახსენებ ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერს 2409090 თუ შეკითხვა ან მოსაზრება გაქვთ, შეგიძლიათ დარეკოთ და ჩაერთოთ გადაცემაში. არის ესეთი სტერეოტიპი, რომ ის მოსწავლეები, რომლებიც სპორტით არიან დაკავებულები, მაინც ამაინც არ სწავლობენ. მე სპორტული სკოლა დავამთავრე და მაშინ ასე იყო, ვინც ფეხბურთს თამაშობდა, ისინი იმიზებდნენ, რომ აი შეკრება გქონდა რაღაც რამდენიმე დღე, ამიტომ ვერ მოვასწარე გაკვეთილების მომზადება. ამ მიმართულებით რა ხდება, როგორ თქვათ, თუ არის ამ სტრატეგიაში, პროგრამაში გაწერილი ის, რომ რაღაცნაირად მოხდეს შეთანხმება სპორტისა და სასწავლო სწავლის ნაწილის, რომ ეს ორი სეგმენტი რაღაცა ერთად თანაცხოვრდეს და ხელი არ შეუშალოს ერთმანეთს. დიახ, ანუ სწორი კითხვაა, რეალურად არ უნდა ასოცირდებოდეს სპორტსმენი განათლების ნაკლებობასთან, ანუ ჩვენ გვჭირდება განათლებული სპორტსმენი, შესაბამისად თანამედროვე სპორტი ისე განვითარდა, რომ მინიმალური ინტელექტი და განათლება თუ არა აქვს სპორტსმენს, რეალურად დიდ სპორტსაც ვერ, ანუ კონკრეტულ წარმატებებსაც ვერ აღწევს. ამიტომ ჩვენ არის ამის საერთაშორისო პრაქტიკა, როდესაც ხდება უშუალოდ წარმატებული სპორტსმენებისთვის სპეციალური პროგრამების შემუშავება. განათლების სამინისტროსთან ამაზეც გვაქვს ჩვენ ბევრი დისკუსია და ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მივალთ და ამ სპორტსმენებს, რომელიც არიან წარმატებულები და რომელსაც ხშირად უწევთ შეკრებებზე სიარული, ხელი შეუწყოთ და არ ჩამოშორდეს მთლიან კურიკულუმს იმას, რასაც სკოლაში ასწავლიან. ამაზე მუშაობ და ვფიქრობთ, რომ ეს მალე შეიცვლება და აღარ იქნება ის მიდგომა, რომ ჩვენ სპორტსმენი აუცილებლად არის. და უნივერსიტეტი, ისე როგორც სკოლა, ნაწილობრივ არის ერთგვარი კულტურა, რომელიც ხშირად გვინახავს არაერთ კინოფილმში, სადაც გარდა იმისა, რომ გაკვეთილებია სპორტული, არის შეჯიბრები სკოლას და სკოლას შორის, უნივერსიტეტს და უნივერსიტეტს შორის და ეს არის მთელი მოვლენა, ხო, რაღაცა სკოლის და უნივერსიტეტის ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ეგ ძალიან საინტერესო კითხვა დასვით ჩვენ შარშან. სამწუხაროდ ახლა ესე იგი შარშან გავაკეთეთ ჩვენ საპილოტო პროგრამა, ამას ვქია სასკოლო ოლიმპიადა.
რომლის თანახმადაც საქართველოს ყველა რეგიონში დაახლოებით 350 სკოლა იყო ჩართული. ანუ ეს ორი პრინციპი ხდება. იწყება რაიონის მასშტაბით, შეჯიბრი ერთმანეთში, ანუ დაახლოებით იყო კალათბურთი, მინიფეხბურთი, მაგიდის შოთბურთი და მძლეოსნობა და ჩერლინგი. ეს არის გამახვნევებელი გუნდების ის რაიონში, მე შემდგომ მოხდა რეგიონში, დაახლოებით ჩართული იყო 3500 ბავშვი თუ არ ვცდები და ყველა გამარჯვებული ბოლოს, ანუ ყველა რეგიონში გამარჯვებული თითო გუნდი ჩვენ გვაქვს როგორც ეგრეთ მომავლის ბანაკი ანაკლიაში და ყველა შეხვდა იქ ერთმანეთს და იქ იყო ფინალური ეტაპი. ფინალურ ეტაპზე გამარჯვებულები უკვე შემდგომ მოხდნენ წელს უკვე მიასპარეზებენ მსოფლიო ჩემპიონატზე სკოლებს შორის. ეს იყო საპილოტო პროგრამა, წელს უკვე ჩვენ დავიწყებთ უკვე ამ პროგრამას, სადაც უკვე ჩართული იქნებიან არა 3500, არამედ დაახლოებით 9000 მოწაფეს ყველა რეგიონი საქართველოსი. ხოლო რაც შეეხება უნივერსიტეტს, ჩვენ როგორც მოგეხსენებათ, გვაქვს საუნივერსიტეტო ფედერაცია, რომელიც კურირებს ამ საქმიანობას და რომელიც აწყობს შეჯიბრებებს და გარკვეულწილად ძრები იქაც არის უკვე დიდი ჩართულობა, იმიტომ რომ აი ბოლო მინიფეხბურთის ტურნირზე არენაოში მე მიყופებოდი და მთლიანად ორი უნივერსიტეტის გუნდი ხდებოდა ერთმანეთს და ძალიან გადაჭრილი იყო. თუმცა ცხადია, ალბათ შეუძლებელი იქნება ამ განვითარების გარეშე პირველი კლასიდან მოყოლებული თუ კი არ გახდა ესე თქვარი შემადგენელი ნაწილი განათლების სპორტი, ალბათ ჯამში შეუძლებელი იქნება მოიცვას მთელი საქართველო და კი და ჯერჯერობით სპორტის სახეობა, რომელიც სასწავლო ნაწილის სწავლის შემადგენელი ნაწილი გახდა არის ჭადრაკი, ოქტომბრის მერე მიმდინარეობს დაახლოებით რამდენიმე ასეულ საპილოტო სკოლაში საქართველოს მასშტაბით. ჯერ ნახოთ სიუჟეტი თუ შეიძლება ნიკოლო ბილაძე მოამზადა რეპორტაჟი ამის შესახებ, როგორ მიმდინარეობს ეს პროგრამა ჭადრაკის სწავლება მეორე და მესამე კლასელებისთვის და მე გავაგზავნებთ უკვე სტუმრებთან საუბარს. სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევების თანახმად ჭადრაკი ინტელექტის კოეფიციენტს ზრდის, ტვინის ორივე ნახევარსფეროს მუშაობას აუმჯობესებს და კრეატიულობას ავითარებს. ბავშვები, რომლებიც ჭადრაკს თამაშობენ, პრობლემებს უფრო მარტივად წყვეტენ. 2012 წელს ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით ჭადრაკი სასკოლო საგნად შეირჩა. საქართველოში საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით გადაწყდა, რომ ჭადრაკი მეორე და მესამე კლასებში უნდა ისწავლებოდეს. ჭადრაკის გამოყენება უბრალოდ როგორც დამატებითი ინსტრუმენტი, რომ მათ ესეთი უნარჩვევები შეიძინო, რომელიც მათ გამოადგებათ, როგორც სწავლის პროცესში, ასევე მომავალი ცხოვრების მანძილზე. ჭადრაკი არის ინდივიდუალური სპორტი, ანუ შენ მეტოქესთან ქიცევს გამკლევება ჭადრაკის დაფასთან და არავინ არ აკავს დამხმარე, ამიტომ დამოუკიდებლად უნდა მიიღო გადაწყვეტილება. და ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღო რაღაც განსაზღვრული დროის განმავლობაში. ახლა ჩვენი მომავალი თაობა სწავლობს დროის ფასს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ აჩქარებულ სოფლიოში. ჭადრაკის თამაშისას ბავშვები თავიანთ საქციელზე პასუხისმგებლობის აღებას სწავლობენ. დამოუკიდებლად თამაში მათ შემდეგ პრინციპს უვითარებს. თითოეულ სვლას თავისი შედეგი მოყვება. სწორი სვლების შედეგად იმარჯვებენ, შეცდომების დაშვების შემთხვევაში კი მარცხდებიან. შეცდომის აღიარებას, შეცდომის გასწორებას, უფრო ადვილად, სანამ შეცდომას დაუშვებ, იმაზე ფიქრს და ასე ვთქვათ, მერე ანალიზის უნარს აჩვევს, რითაც შეიძლება ეს შეცდომა არ დაუშვა. ეს არის თვითონ ეს პატარა მომენტი კონცენტრაციას უმაგვილებს, ბავშვებს ერთად გაფანტული აქვს და ეს არის ძალიან ნიჭიერები არიან, მაგრამ იმდენად გაფანტულია, რომ ზოგიერთი მაგალითად ნიჭიერესი ბავშვები ვიცი, რომ პირველ კლასებში მანდამაინც ვერ სწავლობენ კარგად. ხოლო ამის გამო ჭადრაკი უკეთებს ამ პატარა კონცენტრაციას ყველაფრისას და სკოლებში ჭადრაკის დანერგვის ინიციატივას მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა, თუმცა მათ ჩამათი ერთ სვლაში მიიღეს. დიახ, და არაერთი მოწინააღმდეგე განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში იყო აქტიური, იყო რაღაც ცოტა იუმორისტულიც კი სტატუსები, რომელიც ამ თემას ეძღვნებოდა, მაგრამ გარდა იმ არაერთი ღირსებისა, რომელიც ნიკოლო ბილაძის სიუჟეტში იყო, იმ თემასთან დაკავშირებით თუ რა სარგებლობა მოაქვს ჭადრაკს, ჭადრაკი ეს ის სპორტია, რომელშიც წარმატება საკმაოდ დიდი აქვს საქართველოს, განსაკუთრებით ქალთა ნაკრებს, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩემპიონი გახდა. სოფლიო ჩემპიონი გახდნენ, საკლუბო ევროპის ჩემპიონები გახდნენ და ახლა მომავალში ემზე ალბათ ეთქვირაში წავენ და ევროპის ჩემპიონატს როგორც თქვენაზე და იყო მთავარი მიზეზი, რატომაც გამოიწვია ერთგვარი ნებათაღელვა ჭადრაკის დანერგვამ სასკოლო პროგრამაში. არის ჭადრაკი ის საგანი, რომელიც თქვენი აზრით უნდა ისწავლებოდეს პირველ რიგში, როგორც პრიორიტეტი სპორტის სახეობებს შორის?
პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გადავხვალ განათლების სამინისტროს და ჭადრაკის ფედერაციას სამერთობრივი საპილოტო პროგრამის ჩართულობით, იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა დაახლოებით თავრობის დადგენილებით 100 სკოლაში საპილოტო ჭადრაკის შეტანა და განათლების სამინისტროს და ჩვენი მინისტრის ბატონ ტარიელ ჩიკაშვილის გადაწყვეტილებით მოხდა 309 სკოლაში შეტანა საქართველოს ყველა რეგიონის. ნებათაღელვას ეს გამოწვეული იყო ალბათ იმიტომ რომ ზოგიერთი მშობელი ფიქრობდა რომ ჭადრაკის შეტანით სკოლაში სპორტული ფიზიკური ასაკის სპორტის გაკვეთილები აღარ ექნებოდა, რაც იყო აბსოლუტი, იმიტომ რომ იმან თავისი ადგილი დაიდო და აქვს ისევე სპორტის გაკვეთილების ჩვეულებრივად ტარდება, ხოლო ჭადრაკი ჩვეულებრივ ერთ-ერთ გაკვეთილად შევიდა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია ჩვენი მომავალი თაობის განვითარებისათვის და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს წელს იყო საპილოტო, რომ მომავალ წელს მთლიანად ყველა სკოლა მოიცვა. ეს საპილოტო პროექტი რამდენი დამართლებს? აი ამ მონაცემებით ერთ თვეზე მეტი. ჩემი ბოლო ინფორმაციით ყველა ბავშვი ძალიან ჩართულია, ძალიან სახალისოდ მიმდინარეობს ამ ჭადრაკის შესწავლა და ბავშვების ჩართულობა ამაში და გამოხმაურება დიდია და პირიქით ყველა სკოლა ითხოვს რომ მომავალ წელს მათ სკოლაშიც ანალოგიური პროექტები და პროგრამები შევიდეთ. ჭადრაკი კარგია სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებისთვის. რატო შეირჩა მეორე და მესამე კლასი? ეს არის ოპტიმალური ასაკი, როცა შეიძლება რომ ვთქვათ ადამიანმა დაიწყოს ჭადრაკის სწავლა. დიახ, კონკრეტულად ასაკი ამ ჭადრაკის შესწავლისთვის განსაზღვრული არ არის. უბრალოდ შეიძლება პირველ კლასიდან იყოს და რა თქმა უნდა მე-12 კლასელებსაც სჭირდებათ, უბრალოდ ის საპილოტო მოდელი, რომელიც ეხლა ხორციელდება, ამის საშუალებას იძლევა, რომ რეალურად ჩვენ ნახოთ რა გამოხმაურება აქვს, რა შედეგები გვექნება და ბატონო შრომა როგორც თქვა, კარგი გამოხმაურება აქვს, შესაბამისად ჩვენ მომდენო წლებში ალბათ ჭადრაკის ფედერაციაც და განათლების სამინისტროც ამაში ძალიან აქტიურად იქნებიან ჩართულები და მაქსიმალურად მეტ კლასებში და მეტასაკსეს მოიცავს. და იმედი მაქვს საჯარო იქნება შედეგების შეჯამება და ის რეალური შედეგი, რაც საპილოტო პროგრამას მოყვა. თუმცა ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, თქვენ თქვით, რომ სპორტის სახეობები, რაც ფიზიკურ აქტივობას უკავშირდება, ისევ არის საჯარო სკოლებში, აი რომ განგვიმარტოთ, არის ეს უფასო გაკვეთილები, რაც სპორტში შედის და კონკრეტულად რა სპორტის სახეობებია და თუ არის ეს სხვადასხვა წრეები, რომელიც როგორც წესი სკოლებში, საჯარო სკოლებშიც კი ფასიანია იქნება ეს ხატრული ლიტერატურის კითხვა თუ სხვა რამ, რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა სოციალურად დაუცველებთან და დაუცველი ოჯახის ბავშვებთან გვაქვს საქმე. რჩებიან თუ არა ისინი თანხის არქონის გამო ამ წრეების მიღმა სპორტის და არა მხოლოდ სპორტის, მაგრამ ამ შემთხვევაში სპორტის საქმე. ესე იგი, როგორ რაღაცა იცით, რომ გაათვლის მერია მაგალითად სხვადასხვა მუნიციპალიტეტები აცხადებენ გარკვეულ რაოდენობას სოციალურ მაგალითად გაათვლის მერიას აქვს ცურვის, კალათბურთის, ფეხბურთის, ჭიდაობის კვოტები გამოყოფილი, რომლითაც ეს სოციალურ დაუცველები და ტანვარში ამოვიდოს მინდა დავამატო, რომლითაც ეს სოციალურ დაუცველები ამეთ სარგებლობენ. კი, სულ საკმარისია, რომ რა თქმა უნდა არ არის საკმარისი და ფიქრობთ იმაზეც, რომ უკვე აი მომავალ წელს 2016 წელს, როდესაც ჩვენ პროექტის განხორციელებას დავიწყოთ ყველა რაიონს და ყველა რეგიონს გქონდეს სპორტის სასახლე და სპორტული დარბაზები, იქ ფიქრობთ უკვე რომ იყოს სპორტის უფასო სექციები, სადაც არა მარტო სოციალურ დაუცველს, არამედ ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც შესაძლებლობაც გააჩნიათ, ამა თუ სპორტის სახეობაზე იარონ სრულიად უფასო. ამ პროექტზე ჩვენ მუშაობთ, უბრალოდ ამას სჭირდება, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა გაგაშდეს რაიონში, იმიტომ რომ შეიძლება გქონდეს სპორტის უფასო სექცია, მაგრამ არ ყავდეს არც მდელი და არც დარბაზი და იძახი და პროექტი არ შედგება. ამიტომ ჩვენ ვიწყებთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები და შემდგომ გადავდივართ, რომ ამ ბავშვებს, ყველა მნიშვნელოვან ბავშვებს დახვდეს კვალიფიციური მწვრთნელი, ამ ცვლილების გადამზადების და ახალი მწვრთნელების გამოშვება უკვე დაწყებულია და ალბათ ერთ წელიწადში ეს პროგრამა მთლიანობაში დაიხვეწება და ამის შემდგომ უკვე ჩვენ გვეძლება იმის საშუალება ინფრასტრუქტურა შესაბამისი მწვრთნელის კვალიფიკაციის, რომ ეს ბავშვები და ისინი ამ ახალ აშენებულ ინფრასტრუქტურაში ჩავთოთ და სრულიად უფასო მომსახურება მივცეთ. დიდი მადლობა. მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმრები იყვნენ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი ვასილი ლიპარტელიანი. დიდი მადლობა. დილაში პირველ წრეში, რამდენიმე წუთში ხვდებით ერთმანეთს.